ჩვენ დღეს მოვედით თქვენთან ფრიად საინტერესო თემით. საქმე ეხება 2012 წლის შემოდგომაზე, ძალიან უცნაურ გარემოში დაწყებულ გზის მშენებლობას და შემდგომ მის თანხმდელ პროცესებს. 2012 წლის ზაფხულში მესტიის რაიონის სოფელ იფარში თეთრნულდის მიმართულებით დაიწყო სრულიად მოულოდნელად გზის მშენებლობა. ახლა ვეგეტყვით, რომ კომპანიის სახელი მე ვერ მოვახერხე და ვერ დავადგინე, რომელი კომპანია აწარმოებდა აქ საგზაო სარემონტო სამუშაოებს, ისევე როგორც არ არსებობს არანაირი ინფორმაცია ტენდერის თაობაზე და წესით ტენდერი უნდა ყოფილიყო გამოცხადებული ამ გზის მშენებლობაზე. ძალიან მნიშვნელოვანი იყო ის ფაქტიც, რომ მშენებლობა ფაქტობრივად მიმდინარეობდა ნახევრად კონსპირაციულ მდგომარეობაში და გეტყვით, რასაც გულისხმობ. არც ერთი ადგილობრივი სვანი მშენებლობაზე დასაქმებული არ ყოფილა. მიუხედავად იმისა, რომ ისინი ითხოვდნენ ამ მშენებლობაზე დასაქმებას, მიუხედავად იმისა, რომ ისინი გაცილებით უფრო ნაკლებ ანაზღაურებაზე თანახმანი იყვნენ, რომ მშენებლობაზე ემუშავნათ. მუშები ჩამოიყვანეს ბათუმიდან და ფოთიდან და მშენებლობას ხელმძღვანელობდა მაშინდელი პრემიერ-მინისტრი ვანო მერაბიშვილი. რითი იყო ახლა ეს მშენებლობა, ესე ვთქვათ, მნიშვნელოვანი? გარკვეული პერიოდის შემდგომ და ეს არის 2012 წლის სექტემბერი, ზედ არჩევნების წინ, არჩევნებამდე დაახლოებით 2 კვირით ადრე, აიტანეს რამდენიმე ცისტერნა და ამისი მომსწრეები არიან ადამიანები. მე პირადად გავხდით სოფელ იფარში და ვნახე ეს ადგილის და ვესაუბრე ადგილობრივ ადამიანებს, რომლებსაც ამის თაობაზე ინფორმაცია აქვს. აიტანეს 2 კამაზი დახურული ტვირთი და როგორც ამბობენ და გვაქვს ჩვენ ინფორმაცია, რომ ეს ტვირთი გახლდათ საბრძოლო მასალა, რომელიც ცისტერნებში ჩამარხეს და გზის გარკვეულ მონაკვეთზე ჩვენ ვიცით კოორდინატები, რა თქმა უნდა დეტალურად ამ კოორდინატებზე საუბარს არ ვაპირებთ, იმიტომ რომ ვითხოვთ გამოძიების დაწყებას და ეს 2 კამაზი საბრძოლო მანქანა ჩამარხეს გზის გარკვეულ მონაკვეთზე 25 მეტრის სიღრმეზე. ამ პროცესს ხელმძღვანელობდა სახმელეთო ჯარების მაშინდელი სასაზღვრო ჯარების უფროსის მოადგილე ბატონი ივერი სუბელიანი. სხვა დეტალებზე მოგახსენებთ ბატონი თემურ კენკებაშვილი, რომელმაც მოიძია ეს ინფორმაცია. ჩვენ 2 დღე ვიმუშავეთ სვანეთში, კონკრეტული დეტალები დავაზუსტეთ და მე მივმართავ ახლა თქვენი ეთერების მეშვეობით დღეს იუსტიციის მინისტრს ქალბატონ თეა წულუკიას, იმიტომ რომ თავდაცვის მინისტრი გაუგებარი მიზეზების გამო საქართველოში არ იმყოფება ესეთ მნიშვნელოვან პერიოდში. დაუყოვნებლივ დაიწყოს გამოძიება და ამ საკითხზე უნდა დაიკითხოს 2 პერსონა. პირველი ეს გახლავთ ვანო მერაბიშვილი, რომელიც ხელმძღვანელობდა საგზაო სარემონტო სამუშაოებს და ივერი სუბელიანი, რომლის უშუალო მონაწილეობითაც მოხდა საბრძოლო მასალის დამარხვა. ერთი ფაქტი მოხდა მშენებლობის დროს ესეთი, რომ დაიღუპა მუშა ბათუმელი ზურაბ ზოიძე. ოფიციალურ მიზეზად მუშის დაღუპვის დასახელდა გულის უკმარისობა. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში მესტიაში ეს ასია რეგისტრირებული. თუმცა ბათუმში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ზოიძე დაიღუპა ავტოკატასტროფაში და სინამდვილეში გულის შეტევით არ დაღუპულა. ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ ზოიძემ გარკვეული ინფორმაციები მიიღო იმ ტვირთთან დაკავშირებით, რომელი ტვირთიც იქ დაიმარხა. ამიტომ ფრიად საეჭვოა პირადად ჩემთვის ის გარემოება, რომელ გარემოებაშიც ბათუმელი მუშა დაიღუპა. გამომდინარე აქედან დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს გამოძიება და უნდა იქნას იქ საძიებო სამუშაოები ჩატარებული. ჩვენს ხელთ არსებულ ყველა ინფორმაციას ცხადია გამოძიებას გადავცემთ, მათ შორის ზუსტ კოორდინატებს, სადაც სავარაუდოდ ეს 2 კამაზი საბრძოლო მანქანა დამარხული. რაც შეეხება ტვირთის დანიშნულებას, აქ მხოლოდ ვარაუდების გამოთქმა შეიძლება, რატომ იყო ეს ტვირთი იქ დამარხული, საბრძოლო მასალა უბრალოდ. როგორც ადგილობრივები ჩვენ გვეუბნებიან, ყაბარდო-ბალყარეთში გადასასვლელი ბილიკები არის ძალიან ახლო და დილით წასული საღამოთი უკვე შეიძლება დაბრუნდე მესტიის რაიონის სოფელ იფარში. ეს შეიძლება იყო გასაყიდი იარაღი ყაბარდო-ბალყარეთში, ეს შეიძლება იყო საბრძოლო მოქმედებებისთვის განკუთვნილი იარაღი, ეს შეიძლება იყო არჩევნების შემდგომ პერიოდისთვის განკუთვნილი რაღაც გარკვეული შეიარაღებული ფორმირებისთვის. ჩვენ აქ მხოლოდ ვარაუდების გამოთქმა შეგვიძლია და დაზუსტებული ინფორმაცია არა გვაქვს. იმეც ვიტოვებთ, რომ გამოძიება, რომელიც ამ საკითხზე ჩვენი დღევანდელი საჯარო განცხადების შემდგომ დაიწყება, ამ კითხვებზე პასუხს გასცემს. ჩვენ ადგილობრივებისგან გვაქვს ეს ინფორმაცია, მაგრამ ინფორმაციის წყარო გახლავთ ერთ-ერთი მაღალი თანამდებობის პირი, რომელსაც ჩვენ საჭიროების შემთხვევაში გამოძიება ცხადია დაუსახელებთ. წინა ხელისუფლების მაღალჩინოსანი გახლავთ დიახ. ივერი სუბელიანი იყო. სხვა დეტალებზე თუ თქვენ კონკრეტული დეტალები გაინტერესებთ, თემურ კენკებაშვილს შეგიძლიათ შეკითხვები დაუსვათ, მათ შორის
არა, ჩვენ მივიღეთ დამადასტურებელი ფაქტებიც, მათ შორის კოორდინატებიც, პირადად გახდით 2 დღის განმავლობაში ვიმუშავეთ მესტიის რაიონის სოფელ იფარში, გასაგები მიზეზების გამო ეხლა ზუსტ კოორდინატებს საჯაროდ და პრესისთვის ვერ დიახ, ეს არის 25 მეტრის სიღრმეზე, გახლავთ 2 ცისტერნა, 2 ცისტერნაში ჩაწყობილი 2 კამაზი საბრძოლო მასალა და გაკეთებულია ეგრეთ წოდებული დამბები და მისი ნახვა და იმ შემთხვევაში, როცა ჩვენ კოორდინატებს გადავცემთ შესაბამის უწყებებს, ძნელი ცხადია არ უნდა იყოს. იცი რა, თუ ბატონი კბილაშვილისთვის საკმარისი არ არის ჩემი საჯარო გამოსვლები და მათ შორის გაზეთში გამოქვეყნებული მასალა, მე სიამოვნებით ოფიციალურად მიმართავ მას იმ ინფორმაციას, რომელიც თქვენ გადმოგეცით, გადავცემ და გამოძიება, მე მგონი დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს. ეს არ არის ის თემა უმნიშვნელო ვთქვათ და რიგითი საქმე ეხება მნიშვნელოვან სახელმწიფო საიდუმლოს, იმიტომ რომ პიროვნება, რომელმაც ჩვენ ეს ინფორმაცია მოგვაწოდა, გვეუბნება, რომ მსგავსი ტიპის სამალავები არის 5 ადგილას სულ საქართველოს ტერიტორიაზე, მათ შორის 1 ქვემო სვანეთში. და გვისახელებს კიდე რამდენიმე სხვა ადგილს. დანარჩენი კახეთი და ასახელებულია კახეთი და დასახელებულია ქვემო ქართლი. იცი რა, სხვა ადგილების თაობაზე ჯერ მხოლოდ ინფორმაცია გვაქვს, ჩვენ ვერ მოვახერხეთ, ცხადია, ყველგან წასვლა და პირადად ამ ამბების გამორკვევა, სვანეთთან დაკავშირებით ვაპირებთ, რა თქმა უნდა, რომ სხვაგანაც წავიდეთ. იცით რა, ამ შემთხვევაში დაზუსტებით შემიძლია გითხრათ, რომ მერაბიშვილი და სუბელიანი, სხვა შემთხვევაში ინფორმაცია ჯერჯერობით არ მაქვს, ვინ პირები იღებდნენ მონეტებს. ეს არის მესტიის რაიონის სოფელი იფარი. თეთრნულდისკენ გზა, ეგრეთ წოდებული თეთრნულდის გზა, ესე ეძახიან ადგილობრივი მცხოვრებები, ეს არის 12 კილომეტრი მოხრეშილი გზა, სარემონტო სამუშაოები შეწყვეტილია, არანაირი არც კომპანიის დასახელება, არც ნიშნები, სხვა რაიმე მიმანიშნებელი იქ არა. სახმელეთო ჯარების სარდლის მოადგილე. სარდალი? გაერთიანებული შტაბის უფროსის მოადგილე, ივერ სუბელია. იცით რა, ოჯახის წევრებთან კომუნიკაცია მე ჯერ არ მქონია, ვიცი სასტრაფო სამედიცინო სამსახურის მონაცემები, რომ ის დაიღუპა გულის შეტევით, ოფიციალური ვერსია ასეთია, ადგილობრივები ამბობენ, რომ ეს არ ყოფილა გულის შეტევა, მას უბრალოდ დაეხმარნენ, იმიტომ რომ მან მიიღო კონკრეტული ინფორმაცია იარაღთან დაკავშირებით, ბათუმში რაც მოვახერხე ამ დროისათვის გადამოწმება ინფორმაციის, ბათუმში იციან, რომ აღნიშნული მუშა დაიღუპა ავტოსაგზაო შემთხვევისას. ანუ სრულიად განსხვავებული ვერსიებია ადგილზე, სადაც ის ცხოვრობს და იქ, სადაც ეს ტრაგედია დატრიალდა. უნებრივია გამოძიებამ ამ შეკითხვებზე პასუხი უნდა. ზურაბ ზოიძე. 50 წლის ზურაბ ზოიძე, ჩვენ იცით რა, მე თქვი რომ ადგილობრივი სვანები არ მონაწილეობდნენ, მათ კატეგორიულად უარი უთხრეს სამშენებლო სამუშაოებში მონაწილეობაზე, ჩამოყავდათ მუშები ბათუმიდან და ფოთიდან. გაცილებით უფრო მაღალ ანაზღაურებას აძლევდნენ და ერთ-ერთი მათგანი იქ დაიღუპა. არსებობს ვერსია, რომ იმიტომ დაეხმარნენ მას, რომ რაღაც ინფორმაცია მიიღო ამ იარაღთან დაკავშირებით, ოფიციალური ვერსია გულის უკმარისობა გახლავთ, მის საცხოვრებელ ადგილას ვრცელდება ინფორმაცია, რომ ის ავტოკატასტროფაში დაიღუპა. თავისთავად გამოძიებამ ამ შეკითხვებს პასუხი უნდა გასცეს. იცით რა, მე ვფიქრობ მხოლოდ იმიტომ, რომ ადგილობრივმა მცხოვრებლებმა ის ტერიტორია ძალიან კარგად იცოდნენ, ადგილების ნამახსოვრებას და კოორდინაციაც უფრო იოლად შეეძლოთ, ბათუმიდან ჩამოსული ადამიანისთვის ახლა ცოტა ძნელია, ვთქვათ, იგივე კოორდინატების განსაზღვრა და იგივე, ვთქვათ, რაიმე სხვა ინფორმაციების მიღება. ეხლა ბატონ თემურთან დარჩენ დეტალებიც ბატონმა თემურთან. ბატონი თემური გახალთ უბის ყოფილი მაღალჩინოსა. კენკებაშვილი. მოდი ასე გავაკეთოთ, უშუალობის აკადემია მოქვს დამთავრებული ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში, კუდის ყოფილი თანამშრომელი. თემურ კენკებაშვილი. კი.
კი, მე და ელის ერთით ვიყავით. კი, ხდავიწყებ. დავიწყოთ. ესე იგი, აღნიშნულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ მესტიის რაიონში და აგრეთვე ქვემოსვანეთში გარკვეული სახის საბრძოლო მასალა უნდა გადაემალათ, მე ვფლობდი ჯერ კიდევ გასული წლის სექტემბრის თვეში. თუმცა მას შემდეგ მიმდინარეობდა აღნიშნული ინფორმაციის დაზუსტება და სადღაც იანვრის ბოლო თებერვლის დასაწყისი იქნებოდა წელს, როდესაც ამ ინფორმაციის შესახებ შევიტყვე. ანუ საბოლოოდ თავიდან დავიწყო. კი ბატონო. ხო რაღაცა. ესე იგი, აღნიშნული საბრძოლო მასალის გადამალვის თაობაზე ინფორმაციას ვფლობდი 2012 წლის სექტემბრიდან. ამის შემდგომ მიმდინარეობდა ინფორმაციის გადამოწმება და საბოლოო პასუხები, ასე ვთქვათ, მივიღე წელს თებერვალში და ამის შესახებ ჩვენ ვაცნობეთ ბატონ გელა ხვედელიძეს, შინაგან საქმეთა მინისტრის იმჟამინდელ მოადგილეს, რომელმაც რაღაცა არ გაითვალისწინა ზემოხსენებული ინფორმაცია და უბრალოდ ასეთი განცხადებით შემოიფარგლა, რომ მე არ უნდა მქონოდა აღნიშნული ტიპის ინფორმაცია. ამის შემდეგ თავისთავად ცხადია კიდევ გავაგრძელე მუშაობა აღნიშნულ საკითხზე და უკვე დღეს გამოვაქვეყნეთ გაზეთ პრაიმ ქრონიკა პლუსში. რაც შეეხება თვითონ აღნიშნულ ტვირთს, მესტიის რაიონში ზოგადად წინასაარჩევნო პერიოდს ხელმძღვანელობდა ორი პირი. ეს გახლავთ ივერ სუბელიანი, გაერთიანებული შტაბის უფროსის მოადგილე და გარდაბნის იმჟამინდელი პროკურორი და ამჟამად სასჯელახსრულების სამინისტროს გეინსპექციის უფროსი ბატონი მირზა სუბელიანი. ეს ორი ტიპი ხელმძღვანელობდნენ იქ საარჩევნო პროცესს და ძალიან საინტერესო პროცესები მიმდინარეობდა თუნდაც ამ გზის მშენებლობის თაობაზე. როდესაც დაიწყო ამ გზის მშენებლობა, ეს არის სოფელ იფარამდე, ადრეც მიდიოდა ჩვეულებრივ გზა, სოფელი იფარის შემდეგ აღარაფერი აღარ არის, არის დაუსახლებელი პუნქტი და არის მას ზევით უბრალოდ თეთნული. დაიწყეს გზის გაყვანა მიმართულებით და მაშინ გაუჩნდა კითხვები ადგილობრივ მოსახლეობას, რასაც პირველია თუ რას აკეთებდნენ და გავრცელდა ორი ვერსია ჭორის დონეზე. ერთი იყო ის, რომ სამხედრო ბაზა უნდა აშენებულიყო და მეორე ვერსია იყო, რომ გზა გაჰყავდათ თეთნულის მიმართულებით, ისე უბრალოდ. თუმცა ვერ გაიგეს რა სჭირდებოდა თეთნულზე გზა. რომ ფაქტობრივად ეს არის ყველასათვის გამოუსადეგარი ეს ადგილი. ამის შემდეგ როგორც ირკვევა ეს გზა სჭირდებოდათ მხოლოდ და მხოლოდ კონსპირაციისთვის იარაღის შესანახად, საინტერესოა ეს დეტალიც, რომელიც ქალბატონმა ელისომაც ახსენა, რომ ბათუმიდან იქნა ჩამოყვანილი მუშები უფრო მეტი კონსპირაციისათვის, რათა ადგილობრივებს არაფერი გაეგოთ იქ რა ხდებოდა. და როდესაც ახლა ჩავედით ჩვენ გასულ კვირას ვიმყოფებოდით ამ ადგილას და როდესაც იწყება ეს გზა, გზის დასაწყისში დგას დიდი სადგური, სანავიგაციო სისტემა, ასე ვთქვათ, ეს არის რადიო სიგნალების გამოიყენება როგორც ასეთი პუნქტი რადიო სიგნალის მისაღებად, გასაგზავნად ან ჩასახშობად. საინტერესოა ესეც რა სჭირდებოდათ. თუ იქ ნამდვილად სამხედრო ბაზას აშენებდნენ, ალბათ სჭირდებოდათ, მაგრამ ფაქტია, რომ ეს არის გაკეთებული და მიტოვებულია, გაპარტახებულია ეს ადგილი ისევე, რომ ნახოთ ეს ადგილი მოგაგონებთ ნამდვილად ნაციონალურ მოძრაობას, რაც მოძრაობასაც არის გაპარტახებული და მიტოვებული ყველასაგან. ხო. ეს საინტერესო რაღაცა. იქ ადგილზე გზაშივე გვხვდება რამდენიმე ადგილი, რომელიც ძალიან წააგავს დამბებს, ანუ რაღაცა ადგილია მოსწორებული, ან თუ ყრდია იქით გაკეთებულია ჯებირები, ზევიდან დაყრილი მიწა, მოჭრილი უზარმაზარი ახალგაზრდა ხეები და დაყრილი ამ მიწაყრილებზე ზემოდან. და რაღაცა საეჭვოა, შესაძლებელია იქაც იყოს იარაღი გადამალული. თუმცა აი საერთოდ გამოძიება თუ დაიწყება, უნდა დაიწყოს ალბათ ამითი. რაში დასჭირდათ ამ ხელით თითქმის ეს არის 12 კილომეტრის გზის გაყვანა სრულად უსაფუძვლო. რისთვის სჭირდებოდათ? თან სასაზღვრო რაიონია უკვე, ამის იქით იწყება ყაბარდო-ბალყარეთი
საინტერესო არა რატომ გაჰყავდათ ეს გზა, უნდა დაიწყოს გამოძიება აგრეთვე აღნიშნული საბრძოლო მასალის გადამალვასთან დაკავშირებით, კონკრეტულად ვინ მონაწილეობდა ამ საქმეში, უნდა დადგინდეს ზუსტი ადგილსამყოფელი აღნიშნული მასალის და აუცილებლად მე ვფიქრობ უნდა დაისაჯონ ეს პირები. ეს არის ჩვეულებრივი დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლისამართლის კოდექსის 236 მოხდით. ეს არის საბრძოლო მასალის უკანონო მოპოვება და შენახვა. რაც თავარია კი მე ვიყავი შრომავენ ნამდვილად. წყარო არის სანდო, იმიტომ რომ ისევ და ისევ ამბობ, ანუ მე თვითონაც გარკვეული სახის ინფორმაცია ამის თაობაზე მქონდა ჯერ კიდევ გასულ წელს. და ის ადამიანები ხვედელიძე არ მოახდინა რეაქცია ძალიან ბევრ საქმეზე. ხვედელიძემ ნამდვილად იცოდა ამის საქმეზე და კიდევ ძალიან კარგად იცის რამდენიმე მოქმედმა მაღალჩინოსანმა, იმათ გარდა კიდევ პიროს ვინც მონაწილეობდა ამ საქმეში და მათ გვარებს აუცილებლად მივაწვდი გამოძიებას, იმიტომ რომ როდესაც ფლობ ასეთ ინფორმაციას, თან ხარ ძალოვანი სტრუქტურის თანამშრომელი, მithumetes მაღალჩინოსანი, მსგავსი ტიპის ინფორმაციის დამალვა, მიჩქმალვა, გადამალვა არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება. იცოდნენ ბატონმა გელახვედელიძემ არა მხოლოდ ეს ინფორმაცია, მე ორი კვირის წინაც ამავე პრეს-კლუბში მქონდა საუბარი ამის შესახებ, ძალიან ბევრი ინფორმაცია მიჩქმალა და გადამალა და ხამდენად ესეც მოყვა ამ ინფორმაციათა შორის განსაკუთრებით ის ინფორმაციები, რომლებიც ჩემს მიერ იქნებოდა მიტანილი. დღესვე გადავცემთ აღნიშნულ ინფორმაციას და დანარჩენს უკვე მიხედავენ საგამოძიებო ორგანოები და დეტალებში დაადგენენ აღნიშნულ ფაქტებს. არა, ირაკლისთან ამ საკითხზე არ მისაუბრია ნამდვილად. არ მისაუბრია. არა, უბრალოდ ვერ მოხერხდა ისე რომ ირაკლისთვის მეთქვა ეს ყველაფერი, თუმცა ბატონმა გელამ იცოდა, მე პირადად არ ყოფილვარ გელახვედელიძესთან, ჩემი ორი მეგობარი იმყოფებოდა მასთან, ჩემს მიერ გაგზავნილი ასე ვთქვათ, რომელთაც მიიღეს ასეთი პასუხი თემურ კანკებაშვილის ეს ინფორმაცია არ უნდა ჰქონდესო, არ უნდა იცოდესო. კი, ირაკლის აუცილებლად დავილაპარაკებთ ამ საკითხზე და ეს საქმე იქნება გამოძიებული და აუცილებლად მე პირადადაც მუშაობ და ჩავთავთ ამ საქმეში აუცილებლად საგამოძიებო უწყებებს დანარჩენი ადგილების დასადგენად. ეს იყო ასე. ეს იარაღი, ეს არის სამი ეგრეთ წოდებული კამაზი, რომელიც წამოვიდა, ესე იგი ერთი კამაზი დარჩა ქვემო სვანეთში და ორი კამაზი წამოვიდა სწორედ ამ თეთრნულის მიმართულებით. ანუ ერთი კამაზის საბრძოლო მასალა კიდევ პლუს ქვემო სვანეთშია დამარხული, რომლის ზუსტ ადგილსამყოფელსაც ვერ ვივაგენით, თუმცა ძალიან მალე მეცოდინება ამის შესახებაც სრული ინფორმაცია. ხო, წინასაარჩევნო პერიოდში მირზა სუბელიანი და მირზა სუბელიანი იყო ქვემო ქართლის პროკურორი იმჟამად, დღეს გახლავთ სასჯელ ახსრულების სამინისტროს გეინსპექციის უფროსი. გარდაბნის რაიონული პროკურორი იყო იმჟამად, ამჟამად არის სასჯელ ახსრულების სამინისტროს გეინსპექციის უფროსი. დიახ. მინისტრის პირველი მოადგილე იყო უშიშროების სფეროებს ისკურირებდა და ლოგიკურია მასთან უნდა მისულიყო ეს ინფორმაცია. არა, მე მაშინ გავიგე რომ მან ეს იცოდა, როდესაც მე მასთან გავუშვი ორი პიროვნება, რომელიც მან იცოდა თავისთავად ცხადია, მანაც იცოდა, ივერსუბელიანმაც იცოდა, კი, ლოგიკურია. ბატონი მირზას წაყვანილი ყავდა პოლიციელები, სხვა უწყების თანამშრომლები საჯარო სამსახურის, რომლებიც იქ კურირებდნენ წინასაარჩევნო პერიოდს. ბატონი მირზა ხელმძღვანელობდა არჩევნების გაკეთებას, ასე ვთქვათ. კი. კი, ბატონი მირზა სუბელიანი აგრეთვე სხვა გახმაურებულ საქმეებში არის გასვრილი, ასე ვთქვათ, და აუცილებლად დადგება მის პასუხისმგებლობის საკითხის დღეს თუ არა ხვალ, აუცილებლად.
გმადლობთ თქვენ.